შიში ადამიანის ყველაზე დიდი მტერია. შეიძლება იმის გეშინოდეთ, რომ არავის არასოდეს ეყვარებით. შეიძლება იმის გეშინოდეთ, რომ თქვენს ცხოვრებას აზრი არ აქვს, რომ ვერავინ შეგამჩნევთ. შეიძლება გეშინოდეთ იმის, რომ მარტო შეხვდებით სიკვდილს, ან და იმის, რომ ვერასოდეს იპოვით ნამდვილ სიყვარულს. შესაძლოა გეშინოდეთ იმის, რომ ადამიანები უარყოფენ. თუ გაიგებენ როგორი ხართ ან როგორი იყავით, მაგრამ თქვენი ყველა შიში რწმენაში უნდა გაცვალოთ. თქვენი შიში ღვთის რწმენით უნდა ჩაანაცვლოთ. ვიცი, რომ ახლა შობა არ არის, თუმცა იესოს დაბადების ისტორია კარგად წარმოაჩენს იმას, რის სწავლებაც მინდა თქვენთვის დღეს. რადგან იესოს შობამ თავდაყირა დააყენა ყველა ადამიანის გეგმები და დიდი შიში გამოიწვია მათში, ვინც ამის მოწმედ იქცა. აღსანიშნავია, რომ შობის ისტორიაში ფრაზა „ნუ გეშინია“ გვხვდება 4-ჯერ. არა ერთხელ, არამედ 4-ჯერ. ანგელოზები წარმოთქვამენ ამ ფრაზას. ნუ გეშინია, ეუბნებიან ისინი მარიამს, იოსებს, წყემსებსა და ზაქარიას. ჩვენ ბევრჯერ გვაქვს წაკითხული კეთილი უწყება იესოს შობის შესახებ, მაგრამ მათ, ვინც მაშინ პირველად მოისმინეს ეს, ძალიან შეეშინდათ. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ამ ამბავმა არა მხოლოდ ამ ამბის პირველად მომსმენნი შეაშინა, არამედ მთელი იერუსალიმიც. ამას გვეუბნება ბიბლია. შობის ისტორიის ყველა პერსონაჟს თავისი სხვადასხვა შიში ჰქონდა, რადგან ამ ამბავმა მათი გეგმები სრულად შეცვალა. იცით, დღეს 2000 წლის შემდეგ ზუსტად იმავე შიშთა წინაშე ვდგავართ. არ ვიცი თქვენ რის და რის შიში გაწუხებთ ახლა თქვენს ცხოვრებაში არსებულ დაბრკოლებათა გამო. არ ვიცი რა იწვევს პანიკას თქვენში, რა იწვევს შფოთვას, რა გაღვიძებთ ღამით, რა გაღელვებთ, ან რის გამო გაქვთ პანიკური შეტევები. სამაგიეროდ ვიცი ის, რომ ღმერთს არ სურს შიშით იყოთ შეპყრობილი. რაზე კონტროლის დაკარგვის გეშინიათ? მოდით სხვანაირად ვიტყვი. რას ვერ აკონტროლებთ საკუთარ ცხოვრებაში? რაც უზომოდ გაშინებთ, რას ვერ აკონტროლებთ ცხოვრებაში, თუმცა მაინც ეპოტინებით იმას, რომ როგორმე მოიპოვოთ მართვის სადავეები. შეიძლება იკითხოთ, საიდან იცით, რომ მეშინია იმის, რაც ჩემს ცხოვრებაში უკონტროლოდაა დარჩენილი? მარტივია, გამაფრთხილებელი შუქი ინთება ამ დროს. როდესაც ცდილობთ გააკონტროლოთ ის, რაც უკონტროლოა, ინთება გამაფრთხილებელი შუქი. ამ გამაფრთხილებელ შუქს შფოთვა ჰქვია და ის გვაფრთხილებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკონტროლოს გაკონტროლებას ვცდილობთ. ყოველთვის, როდესაც შფოთვა გიპყრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკონტროლოს გაკონტროლებას ვცდილობთ. თუ გსურთ, რომ შეამციროთ ყოველგვარი შიში, შფოთვარება, პანიკა, უპირველეს ყოვლისა, სრულად და ყოველდღიურად დაუმორჩილეთ თქვენი ცხოვრება ღმერთს. ეს პროცესი დამორჩილებიდან იწყება. მე ჩემს ცხოვრებას ყოველდღიურად და სრულად ვუმორჩილებ ღმერთს. დამორჩილება პირველი ანტიდოტია შიშის, პანიკისა და შფოთვარების. თავსანებებთ ამ ყველაფერს, ნებდებით და სრულად ემორჩილებით ღმერთს, მაგრამ ასე მხოლოდ ერთხელ კი არ იქცევით, არამედ ყოველდღიურად. ბიბლია გვეუბნება, რომ მარიამმა მორჩილების ლოცვით ილოცა და ყველაფერი, რაც არ ესმოდა, ღმერთს მიანდო. უბრალოდ მას დაენდო მთლიანად. ლუკას სახარების პირველი თავის 38 მუხლში ვკითხულობთ იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხა მარიამმა ანგელოზის საოცარ უწყებას. უფლისმსახური ვარ და მზად ვარ მივიღო ყოველივე, რასაც ის ისურვებს ჩემი ცხოვრებისთვის. თქვენ თუ გითქვამთ მსგავსი სიტყვები, ეს არის დამორჩილების გამომხატველი სიტყვები. მზად ვარ მივიღო ყოველივე, რაც უფალს სურს ჩემი ცხოვრებისთვის. მოგიწოდებთ, რომ ახლავე წარმოთქვათ ეს სიტყვები. მზად ვარ მივიღო ყოველივე, რაც უფალს სურს ჩემი ცხოვრებისთვის. ეს არის დამორჩილების გამომხატველი სიტყვები. ღმერთი არასოდეს გთხოვთ ისეთი რამის გაკეთებას, რის გასაკეთებელ ძალასაც თავად არ მოგანიჭებთ. ის უკვე აღჭურვილ ადამიანებს კი არ მოუწოდებს, არამედ თავად აღჭურავს მოწოდებულთ. თუ იტყვით, რომ მზად ხართ ყოველივესთვის, რის გაკეთებასაც უფალი გთხოვთ, ის ამის ძალას და უნარსაც მოგცემთ. ამრიგად საკუთარ თავზე კი არა, ღმერთზე იქნებით დაიმედებული. იობის წიგნის მე-11 თავში დაწერილია: თუ შენ განაწყობ შენს გულს და მისკენ გაიწვდი ხელს, თუ შენს ხელში უსამართლობაა და განიშორებ მას, რომ შენს კარვებში არ დაივანოს უსამართლობამ, მაშინ აღმართავ შენს სახეს უმწიგლოდ. განმტკიცდები და შიში არ გექნება. დაივიწყებ შენს ტანჯვას და როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ. შენი სიცოცხლე შუადღეზე ნათელი გახდება და ბნელი დილასავით განათდება. იმედიანად იქნები, რადგან არის სასოება. მიმოიხედავ და იმედით დაწვევი.
რამდენად ხშირად უნდა გადადგათ ეს ნაბიჯი ყოველ დღე. თუ მშფოთვარებას, მღელვარებას და უცველობის შეგრძნებას შიშს ებრძვით თქვენს ცხოვრებაში არსებულ დაბრკოლებათა გამო, მას სანამ დილით ადგებით, თქვით, ზეციერო მამაო, შენ გიმორჩილებ დღევანდელ დღეს, შენ გიმორჩილებ ჩემს წარსულს, აწმყოსა და ამომავალს. ეს დასაწყისია. ამის შემდეგ კი შიშის ხმა უნდა ჩაახშოთ. ყური აღარ უნდა უგდოთ მას. აღარ უნდა უსმინოთ შიშის ხმებს, რომლებიც ირგვლივ ისმის. გარშემო უამრავი კრიტიკოსი და ათასგვარი მშიშარა ადამიანია. განსაკუთრებით მედია საშუალებების სავსენი არიან ასეთი ხალხით. სხვათა შორის, ხანდახან ეს შიშის ხმები თქვენშივეა. ხანდახან საჭიროა, რომ საკუთარი თავის მოსმენა შეწყვიტოთ და შიში რწმენით ჩაანაცვლოთ. რომაელთა მიმართ წერილის მე-14 თავის 23 მუხლში ვკითხულობთ, რომ ყოველივე რაც რწმენით არაა, ცოდვაა. შიში რწმენის საპირისპიროა. ყოველთვის როცა შიში გამოძრავებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ რწმენით არ ხელმძღვანელობთ. დარწმუნებული არ ვართ, თუ იცით ეს, მაგრამ შიში გადამდები და ავადებაა. ის ძალიან გადამდებია. თუ მშიშარა ადამიანების სიახლოვეს ხართ, აბა გამოიცანით რა მოხდება. თქვენც შიში შეგიპყრობთ. ნება მომეცით რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მოგცეთ, რათა შიში რაც შეიძლება შეამციროთ თქვენს ცხოვრებაში. პირველი, ნუღარ უყურებთ და მოусმენთ უარყოფით ახალ ამბებს. გამორთეთ ტელევიზორი. კვლევებიც ხატყობს, რომ რაც უფრო მეტად უსმენთ ამგვარ ახალ ამბებს, მით უფრო ბრაზიანი ხდებით და მით უფრო გიპყრობთ შიში. უბრალოდ გამორთეთ. მეორე, დაიწყეთ ურთიერთობა მტკიცე რწმენის მქონე ადამიანებთან, ნაცვლად მშიშარა ადამიანებისა. ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რისთვისაც გჭირდებათ ეკლესიის ოჯახი, საჭიროა მცირე ჯგუფებად შეკრება და ურთიერთობა. მესამე პრაქტიკულ რჩევასაც მოგცემთ შფოთვისა და ყოველგვარი შიშის წინააღმდეგ. ეს რჩევა უფლისგანაა, რა თქმა უნდა. მესამე, აივსეთ გონება ღვთის სადიდებელი მუსიკით. რაო? დიახ. არ მოგესმათ. თუ პანიკური შეტევები გაწუხებთ, ან შფოთვა და შიში, აივსეთ გონება ღვთის სადიდებელი მუსიკით. იცოდით, რომ ბიბლია კვლავ და კვლავ მიგვითითებს იმაზე, რომ ღვთის ქება პანიკის ანტიდოტია. იმაზე, რომ თაყვანისცემა შფოთვის წამალია. ჩვენი უმცროსი ვაჟი, მეთიუ რომ გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ. მე და კეის ტელევიზორი დაახლოებით 1 თვის განმავლობაში არ ჩაგვირთავს. ნაცვლად ამისა, სახლი უფლის სადიდებელი მუსიკით ავავსეთ. მარიამმაც, როცა ანგელოზის გამოცხადების შემდეგ შეშინებული და დაბნეული იყო, იცით რა ქნა? ადგა საგალობელი შეთხზა, რომელიც ლუკას სახარების პირველ თავშია ჩაწერილი. შეგიძლიათ წაიკითხოთ 46 მუხლიდან 56 მუხლის ჩათვლით. ეს გრძელი საგალობელია, თუმცა ნაწილი ასეთია. მარიამი ძალიან შეშინებულია, თუმცა გალობს, ადიდებს სული ჩემი უფალს და იზეიმა სულმა ჩემმა ღმერთში, ჩემს მაცხოვარში, ვინაიდან მოხედა თავისი მხეულის სიმდაბლეს, ვინაიდან დიდი საქმე მიყო ძლიერმა და წმინდაა სახელი მისი და მისი წყალობა მის მოშიშებს თაობიდან თაობამდე. მარიამმა გონება აივსო იმაზე ფიქრით, თუ ვინ არის ღმერთი და რის გაკეთება ძალოც მას. ახლა კი ნება მომეცით. მეოთხე რჩევა მოგცეთ დაბრკოლებათა მიერ გამოწვეულ შიშთა დასამარცხებლად. დაამყარეთ იმედი ღვთის დაპირებებზე. დაამყარეთ იმედი არა იმაზე, თუ რის გაკეთება შეგიძლიათ თქვენი აზრით, არამედ ღვთის დაპირებებზე. სწორედ ამან მისცა მარიამსა და იოსებს ესოდენ დიდი გულდაჯერებულობა. ლუკას სახარების პირველი თავის 45 მუხლში მარიამი ეუბნება ელისაბედს. ნეტარია ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ. გწამთ რომ უფალი აღასრულებს რასაც ამბობს. 55 ფსალმუნის მესამე და მეოთხე მუხლებში ვკითხულობთ. საშიშროების დღეს შენ მოგენდობი. ღმერთში ვადიდებ მისსავე სიტყვას. ღმერთზე ვარ მინდობილი და არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი. არ ვიცი, რის შიში გაკავებთ წინსვლისგან. არ ვიცი რა გაშფოთებთ. რაც მშვიდად ძილის საშუალებას არ გაძლევთ და გულს გიფორიაქებთ. მაგრამ ვიცი ის, რომ თუ თქვენ ამ 4 მარტივ ნაბიჯს გადადგამთ, ეს იქნება დიდი წინსვლა. შეძლებთ დაბრკოლების დაძლევას და ამ გამარჯვების მეშვეობით წახვალთ წინ. გავიმეოროთ. სრულად და ყოველდღიურად დაუმორჩილოთ ცხოვრება უფალს. ყური აღარ უგდოთ შიშის ხმას. აივსეთ გონება უფლის ქებით და დაამყარეთ იმედი მის დაპირებებზე.